ქართული რეფორმების კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება საქართველომ 2012 წლის გაეროს საჯარო მომსახურების ჯილდო მიიღო. 71 ქვეყნიდან ქართული ინსტიტუციები გაერომ საუკეთესოდ დაასახელა. საჯარო სექტორში განხორციელებული ყველაზე ინოვაციური ინიციატივების ნომინაციებში 400-ზე მეტი უწყება იბრძოდა. პრესტიჟულ მსოფლიო ჯილდოს ქართულ მხარეს ივნისში ნიუ-იორკში გადასცემენ. წერილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან იუსტიციის სამინისტროში დღეს დილით მიიღეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უწყებამ საჯარო მომსახურების გაწევის გაუმჯობესების კატეგორიაში გაეროს ჯილდო მიიღო. ჩემთვის სასიამოვნოა მოგლოცოთ, რომ თქვენმა ინსტიტუციამ მოიგო 2012 წლის გაეროს საჯარო მომსახურების ჯილდო მეორე ადგილი კატეგორიაში საჯარო მომსახურების გაწევის გაუმჯობესება. თქვენი ინსტიტუციის მიღწევამ აჩვენა უპირატესობა საჯარო ინტერესების სამსახურში და დარწმუნებული ვარ, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თქვენს ქვეყანაში საჯარო ადმინისტრაციის გაუმჯობესების საქმეში. ის მართლაც იქნება შთაგონების მიმცემი და გამახსნევებელი სხვებისთვის, ვინც საჯარო სამსახურში მუშაობს. განაცხადი კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ რამდენიმე თვის წინ შეიტანეს. 5 მთავარი ნომინაციის მოსაპოვებლად 71 ქვეყნის 400-ზე მეტი უწყება იბრძოდა. გადაწყვეტილება გაეროს სპეციალურმა კომისიამ ქართული რეფორმების სასარგებლოდ მიიღო. იუსტიციის სახლებს ნომინაციაში საჯარო მომსახურების გაწევის გაუმჯობესება მეორე ადგილი შეხვდა. იუსტიციის სახლის კონცეფცია, პროექტი, რომელიც 2011 წლიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უკვე წარმატებით მუშაობს, მომხმარებლისთვის სერვისის და ინფორმაციასთან წვდომის გამარტივებას ითვალისწინებს. ის რამდენიმე უწყების საქმიანობას ერთ შენობაში, ერთ სივრცეში აერთიანებს. სწორედ ეს ინოვაციური პროექტი გაეროს შეფასებით საჯარო სამსახურის როლის, პრესტიჟის და ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს. საკმაოდ დადებითად და პოზიტიურად იქნა შეფასებული ის ცვლილებები და ის რეფორმები, რაც ჩვენ განვახორციელებთ და მთავარია, რომ ეს კიდევ ერთი შანსია იმის, რომ მართლა სამაგალითოობის კუთხით მეტი ინტერესი გამოიწვიოს ჩვენმა რეფორმამ და მართლა შემოსავლის წყაროთ იქცეს ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ რეფორმაზე მუშაობდა და ზოგადად საქართველოსთვის. გაეროს გამარჯვებული ნომინაციების სიაში კიდევ ერთი ქართული უწყება მოხვდა. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ასევე მეორე ადგილი დაიკავა ნომინაციაში საჯარო სამსახურში კორუფციასთან ბრძოლა და პრევენცია. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც 2011 წლიდან სახელმწიფო ტენდერების ჩატარებას მხოლოდ ელექტრონული სისტემით უზრუნველყოფს, გაეროს შეფასებით ხელს უწყობს კორუფციასთან ბრძოლას და შესყიდვების გამჭვირვალობას. ეს ძალიან პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც ასახავს საჯარო სექტორის განვითარებას ქვეყანაში. სააგენტოსთვის ეს ძალიან მაღალი შეფასება, ის ხაზს უსმევს ბოლო წლებში საქართველოში განხორციელებულ შესყიდვებს ელექტრონული შესყიდვების დანერგვის კუთხით და რა თქმა უნდა სტიმულს გვაძლევს, რომ მერმისაც საუკეთესოდაც შორის ვიყოთ. პრესტიჟულ ჯილდოებს ორ ქართულ პროექტს ნიუ-იორკში ივნისში დაგეგმილ სპეციალურ ღონისძიებაზე გადასცემენ. გამარჯვებულებს გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი პირადად დააჯილდოვებს. 23 ივნისს გაერო საჯარო სამსახურის დღეს აღნიშნავს. 25-28 ივნისს კი იმ ინოვაციურ პროექტებს აჯილდოვებენ, რომლებიც საჯარო სამსახურის უკეთმუშაობას და კორუფციასთან ბრძოლას უზრუნველყოფს. დაჯილდოებას გაეროს ყველა წევრი ქვეყნიდან 400-ზე მეტი სტუმარი დაესწრება. გაეროს საჯარო სამსახურის ჯილდო ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო აღიარებაა. ნომინაციებით კი ნიუ-იორკში და მთელ მსოფლიოში ქვეყნის წარმატების და გატარებული რეფორმების განსაკუთრებული ხაზგასმა ხდება. მნიშვნელობა არის ორგვარი. ერთი არის პრესტიჟი, მეორე პრაქტიკული მნიშვნელობა. პრესტიჟი სახელმწიფოსთვის, ქვეყნისთვის, რეფორმების და სახელმწიფო სამსახურების ეფექტურობის წარმოჩენა, გამორჩევა. პრაქტიკული გახლავთ ის, რომ ჩვენი რეფორმების მიმართ ყურადღება კიდევ უფრო გაიზარდება. საჯარო სამსახურის დღე ნიუ-იორკში ივნისში უკვე მეათედ აღინიშნება. 4 დღიან ფორუმს მსოფლიო ლიდერები, მინისტრები, მაღალი რანგის ოფიციალური პირები, სხვადასხვა ქალაქის მერები, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. უკვე დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით კი მონაწილეები ერთმანეთს ახალ ტენდენციებს, წარმატებულ პრაქტიკას და სტრატეგიას უზიარებენ. გამარჯვებული ქვეყნების მაგალითის შესასწავლად რეფორმების ადგილზე გასაცნობად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ჩადიან.